წასვლამდე შევფუთავ ეხლა ჩემ ლამაზ გოგოს გადავაფარებ რომ მტვერი არ დაედოს. აბა ჰე არ მოიწინა კნახამბალე. მოგესალმებით მეგობრებო, ნიკუშა ხო გახსოვთ? ხან მეტროთი და ხან მანქანით რო ცდილობდა რომ შემჯბრებოდა მოტოციკლებზე და ორჯერ რო დამარცხდა, ვისაც არ გინახავთ ეგ ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ, ძალიან იხალისებთ. და ნიკუშასთან ვახსენე რომ ოცნებად მაქვს დუბაიში მოტოციკლით სიარულით, ხო და ეხლა გამომიარა მანქანით რომ წავედით აეროპორტში ოცნება ავიხდინოთ და კი არა და აიხდინეო და მოკლედ წავედით ეხლა დუბაიში მოტოციკლით უნდა ვიარო. სანამ ჩვენ აეროპორტში ჩავალთ ამასობაში შეგიძლიათ ჩემი არხი გამოიწეროთ, რადგან ჩემი მიზნის მიღწევამდე სულ რაღაც 998,000 გამომწერება დამჭი. აბა თქვენს იმედად ვარ მეგობრებო. სულ მინდოდა აეროპორტში ეს მსუბუქად წამოსულიყავი ყოველგვარი ჩანთის და ბარგის გარეშე, რომ ესე თავისუფლად ვიარო და რაც დამჭირდება, მე იქ ვიყიდი ყველაფერს რა. სებები. ჩამოვფრინდით უკვე და ეხლა ველოდებით მანქანა უნდა ვიქირაოთ. საერთაშორისო მართვის მოწმობის აღება დამჭირდა. დაახლოებით $100 ჯდება საერთაშორისო მართვის მოწმობა რომ მოხსენ და 15-20 წუთში დამზადდებაო და მაგას ველოდებით ეხლა რომ დაამზადონ და მანქანა ვიქირაოთ. ხვალანზე უკვე მოტოციკლს ვიქირავებ და შემოცნებას ავიხდენ დუბაიში ვიული მოტოციკლით. აქ პარკინგზე რაღაც ბანძი მანქანები დგას და ჩვენ ლამბორგინს ველოდებით ეხლა რომ მოგვიყვანო და წუთზე შემოვალ. ჩვენი ლამბორგინის მოვიდა, თეთრი არის და მაგიტო ცოტა სხვანაირად გამოიყურება, თორე ეს რომ მწვანე ყოფილიყო. წავედით. Visiting? Yes, Brigitte is here. Okay, bye-bye. Thank you very much. Thank you. ეხლა დავსხეთ საჭმელა და ერთი კაცი მოვიდა და მე მიყვარს თან ქართული ხალხიო და რასაც შევკვეთოთო ყველაფერს მეგეპატიჟებითო და ვერ მივხვდით თავიდან ანუ ვინ იყო რა უნდა და მართლა იხდიდა თუ უკვე გადავებოდა და ჩვენ რო შევკვეთეთ ესე ჩეკი მოგვიტანა და დადო რომ უკვე გადახდიდა ყველაფერიო მეგეპატიჟებითო და არ ვიცი ცოტა შოკირებულები ვართ რატო ვინ იყო რა უნდა და არ ვიცით მაგრამ მადლობა ამას ჯიგარია აქ არის ოთახება დაყოფილი რა შემოსასვლელში არის მარტო კაცების დასასხდომი და ეხლა ჩვენ შემოგვიშვეს საოჯახოში რადგან როგორთან ეხლა ვიყავით და მარტოები ვართ ჯერჯერობით 60 დირჰამად მივირთვით 4 ადამიანმა 60 დირჰამი გამოდის დაახლოებით 50 ლარამდე და იმ კაცმა ხო გითხრა მე ვიხდიო და რომ გამოვედით ესე თამამად რომ ჩვენი გადახდილია ბრატ და რაღაც უცებ მოგდევს ეს ინდოელი მიმტანი იმით სალარო აპარატით და ტერმინალით ეს ინდოელი მოგდევს ტერმინალით რომ გადასახდელიაო და ჩვენ ხო ვაჩვენეთ ეს კვითარი რომ გადაიხადესო და რაღაც ნაწილიო გადაიხადესო და რაღაც ნაწილი გადახდა თქვენ გიწევთო და ეს რაღაც ნაწილი რაც ჩვენ მოგვიწია გამოვიდა 4 დირჰამი ან 3 ლარის გადახდა მოგვიწია ჩვენ ვინ იყო ის კაცი და რა უნდა და ვერ გავიგეთ მაგრამ ძალიან მადლობელი დავრჩით საბოლოო ჯამში თბილისში ნამყოფი ვარა ხო ეხლა გავდივართ ჩემი ლამბორგინით ეხლა ხანს ვიქირავეთ და გავალთ ეხლა მე და ნიკუშა ბიჭო არ იღება და პულტი დაჭდა თუ რა ჭირს თო კარადის გასხები დაღებ You stole my heart of gold after my silver soul. Can you dig any deeper now? I gave you all I own, put you on this golden throne, but I'm a little strong. კი დღეს ნამდვილად 29 იანვარია და აი ესეთი ამბავია პლაჟზე ძალიან კაი ამბავია
ბათუმში რო საფულში ნატრულობთ ხოლმე ესეთი ამინდია. ეხლა აქ. ეხლა გაჩვენებთ რამდენი ხალხია პლაჟზე. ეხლა მოვედით სასტუმროში და გაჩვენებთ როგორი ხედი გვაქვს. უფრო მაღლა რო ყოფილიყავით, გაიქნებოდა, მაგრამ ნამაცაც არ აუშვეს. შვიდ ხაზიანი მოძრაობაა და ჯერ დილი საათები და მაინც როგორი გადატვირთულია და საღამოს აქ სუსაცობებია, ფიზიკურად შეუძლებელია მანქანის სიარული, მაგრამ ისეთი მანქანები დადიან, რომ უყურებ სიამოვნებს რა. გუშინ მანქანა გავაჩერეთ და ფეხი თვისერინეთ საღამოს საათებში, რაც ლამაზი ადგილები დავათვალიერეთ, ძალიან კაი იყო და ეხლა მივდივართ, რომ ტექნიკა დავამოვიყიდო, შევიძინო ახალი კამერები, რომ ბაიკით რო გავვლი უკვე ლამაზ და კარგი კადრები მქონდეს. რომ მივალთ რა კამერებს ვიყიდი და რა ფასში მაგასაც გაგაგებინებთ აუცილებლად. მანქანა არის ძალიან ეკონომ კლასის, ეს საჭი ისეთი მოსაწყენია, რომ შეიძლება ზედ ჩამოგეძინოს, აქ რა თქმა უნდა პლასმასი, აქაც პლასმასი, მონიტორი არის, ძველი ტელევიზორები რო იყო უკარო დიდი მიშენება ქონდათ, ხო ის მაქსისკის მონიტორი არის, უბრალოდ შეხედი აქ რა არის. ხო, ყველაფერს მაქვს, მაგრამ ეკონომიურია რა შედარებით იაფია. საწოლს ჯერ არ ვიცი რამდენ სწავს, ნახოთ, მაგრამ რავი დადის რა. ცოტა წაუსარიშვილე. Google Map-მა ცოტა სისხლი გაგვიშრო, რადგან იმდენი გზები გადის, ესტაკადები, მიწისქვეშა გადასასვლელები, რა. ესეც გადმოვა. დუბლიანკი, ხო ბეთ. ხო. გაბრია. ოდიში კამერა გადაბრუნდა. ხო და ძალიან ბევრი გზა რო არის Google Map-მა დაგვტანჯა მოკლედ, ხანსად გადავუხევთ, ხანსად გადმოვუხევთ და ნიკუშა ცოტა ნერვებმა უმტყუნა რამის გადამიხდა მანქანი და დამამშვიდებელი მივიდა. პირველად დავაპარკინგი ავტომობილი მე-6 სართულზე, რადგან ამ ქალაქში მანქანის გაჩერება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ყველა ადგილი დაკავებულია. ამიტომ გვიწია მე-6 სართულზე ავტომობილის გაჩერება. შემოვიარეთ სხვადასხვა მოლები და მაღაზიები და ახლა გაგიზიარებთ თურეები ვიყიდე, ერთ სული მაქვს გავხსნა და მინდა ეს თქვენთან ერთად გავაკეთო. პირველი, რომელსაც გაჩვენებთ, ეს არის ბევრისთვის ცნობილი კამერა Insta360X4. გავხსნათ და ვნახოთ როგორი კამერაა და რა მოყვა და რევი არის შიგნით. აშკარად X3-ზე უფრო გრძელია, ესეთია. და შიგნით რა აქვს ნახოთ. თავის ჩასადები кейსი.
აქ ალბათ დამტენი იქნება. არა. დამტენი არ მოყვა როგორც ჩანს, მაგრამ არა უშავს ეგ არ არის პრობლემა. ეხლა გადავიდეთ შემდეგზე, რომელიც მართლა ძალიან მაინტერესებს, დიდი ხანი ამის შეძენა მინდოდა და ნახოთ თუ როგორია DJI Osmo Pocket 3. ძალიან მაინტერესებს ეს ბევრი რაღაც უნდა მოყვებოდეს. შეფუთვა ძალიან კაია. თავისი პატარა ჩანთა რომ მოყვება ძალიან მომეწონა. თვითონ კამერა ესე გამოიყურება. ესე ზუსტად არ ვიცი რა არის და რისთვის არის, მაგრამ ნელ-ნელა ეს დასამაგრებელი, დასადგამი მეშველა ნორმალური მიკროფონი მექნება. და მე ცოტა ხანში ვნახავ რა რისთვის არის. ეს პატარა ჩანთა რო აქვს და თავისი სათავსოები ძალიან მომეწონა, ყველაფერს რომ თავისი ადგილი აქვს, რასაც უნდა ჩაითოს. და გადავიდეთ ახლა შემდეგზე, რომელიც ძალიან მაინტერესებს, როგორია რა. არასდროს მქონია შეხება, არასდროს არც გამომიყენებია და არც მინახავს ჯერ. და გაჩვენებთ ახლა იმას მალე გავხსნი, ჯერ ისე Osmos ჩასადებს ნახულობთ. და რაც შეეხება მესამე შენაძენს, Ray-Ban-ის მეტა სათვალე, რომელთაც შეგიძლია ვიდეოს გადაღება და როგორც ვიცი, კიდე სხვა მრავალი ფუნქცია აქვს. ცა. მიხდება მეგობრებო. ერთ სულ მაქვს ამით როდის გადავიღებ ვიდეოს და წესით ამ ვიდეოში იქნება უკვე ამ სათვალის კადრებიც და Osmos კადრებიც, ახალი მიკროფონიც გაიტესტება და ნახოთ როგორი იქნება. ცოტა ქარი კი უბეროს, მაგრამ ამ შანს არ გავუშვებთ ხელიდან და მაინც შევალთ ახლა სხვაში, წეღამცადე ცოტა გაყინული იყო, მაგრამ წავედით. ნიკოლოზ მზად ხარ? წავედით? ხალიფას ანახავად გამოვედით ახლა და გაჩვენებ თუ როგორ გამოიყურება მიაკი არა და ბურჯი.
ბურჯ ხალიფასთან ვართ ეხლა და აი ძალიან ლამაზი და ძალიან დიდი შენობაა და უამრავი ხალხია აქ ეხლა გამოსული ამ ყველაფრის სანახავად. მესამე დოარ უკვე დუბაიში და კიდევ ძალიან ბევრჯერ ჩამოვალ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს აქაურობა. აი ეს ულამაზესი და უდიდესი შენობები, ჩემთვის ძალიან ლამაზია და ძალიან მიყვარს. დუბაი მოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი, საიდანაც კაცის ქანდაკებები ხდებიან წყალში. ნამდვილად კაცები არის. ჩემს უკან ახლა ხედავთ დუბაი მოლის აკვარიუმს, რომელიც გამოირჩევა სხვადასხვა თევზების მრავალფეროვნებით. აქ არის ძირითადად ღორჯო, ხამსა, წვერა და თუ გაგიმართლათ შეიძლება ლოქოც დაინახოთ. ახლა შევამჩნიეთ, რომ კალმახიც ყოფილა, ნიკუშამ დამანახა. აი ესე დაცურავენ. მეტყობა ხო როგორი ბედნიერი ვარ სახეზე, ავიხდინე ჩემი ოცნება. აი ამ ლამაზი გოგონათი შემოვიარე და აი ძალიან გამისწორდა, მართლა ძალიან კაი იყო და ძალიან დიდი ხანი მინდოდა პირველ დუბაიში რო ჩამოვედი, მაშინ ვფიქრობდი რომ მეთქი ოდესმე მოტოციკლით ვივლი ამ ქალაქში თქო რა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი გზებია, ძალიან განიერი ადგილია და ძალიან კარგი სამართავია მართლა და მაშინ დავისახე მიზნად რომ მინდოდა მოტოციკლით მევლო. ამ ლამაზი გოგონას დახმარებით ავიხდინე ჩემი ოცნება და მოტოციკლით ვიარე დუბაიში. ეხლა გავჩერდი გზაში სანამ დაუბრუნებ პატრონს. ცოტა ხანი მეთქი ვიდეოს ჩავწერთო და ჯერ ისევ ვთქვები ამის ყურებით და აი ძალიან ემოციებში ვარ მართლა რა. აი როგორ მინდა ჩემი მოტოციკლით აქ რო ვიყო, აი ვერ აგიხწერთ უბრალოდ. მაგრამ მაგასაც ვიზავ. ეს მოდელი არის Kawasaki 636 2015 წლიანი. Kawasaki-ზე დიდი ხანია ამჯდავარ და ეს მონატრევაც ასე ვთქვათ გავიხსენე. Kawasaki-თაც ვიარე და თან აი ისეთ გზებზე რო აი უბრალოდ ვერ აგიხსენე. აი ისეთ ემოციებში ვარ წლის ლაპარაკო. არის როგორც იქნა ოცნება ავიხდინე დუბაიში ვიარე მოტოციკლეტით ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი ამ ყველაფერს აი ძალიან ვისიამოვნე მართლა ამ ყველაფერში ჩემი ოცნების ახდენაში დამეხმარა ერთი ქართველი სახელად გიორგი ძალიან მაგარი ადამიანი რომელიც შემეხმიანა და მათხოვა თავისი მოტოციკლეტი რომ აი ამ ლამაზი გოგონათი გამევლო დუბაის ქუჩებში და მიმეღო ის ბედნიერება რასაც ამდენი ხანი უნატრულობდი ამ ყველაფრისთვის გიორგის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი და სამომავლოდ კიდე ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. ეხლა ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა რომ აი ამ ქუჩებში, ამ ლამაზ ადგილებში უკვე ჩემი საკუთარი მოტოციკლეტით ვიარო და ეგ ცოტა რთული ამბავი იქნება დუბაიში რო ჩამოვიდე ჩემი მოტოციკლეტით, მაგრამ იმედია მაგ ოცნებასაც ავიხდენ და ამაში თქვენი დახმარება დამჭირდებათ. უნდა იაქტიუროთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწერეთ არხი ამ ვიდეოზე კომენტარი აუცილებლად უნდა დაწეროთ, უნდა მოიწონოთ და ასე შემდეგ, ასე რომ თქვენს იმედად ვარ, აი
ისეთ ემოციებში ვარ ახლა რომ ახლა ვერ ვიკავებ თავს რა. მოკლედ დაუტოვე ბაიკი და წამოვედი ახლა. ანუ ეს ოცნება რო ავიხდინე ხო ძალიან კაი იყო, ძალიან ვისიამოვნე, მაგრამ ძალიან გამიხარდა ქართველი რო დამხვდა, ანუ შემეხმიანა თვითონ. მომწერა აქეთ თუ ხარო შეგხვდებიო, გავიდეთ ბაიკებითო და თავიდან გეგმავდით რომ მეც მექირავა ბაიკი და ერთად გავსულიყავით, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოვახერხეთ ბაიკის ქირაობა და მე მითხრა გული რო არ გაიტეხო და ოცნება რო აიხდინო, წადი გაიარე ჩემი ბაიკითო და გავედი მე ეგრე რა და აი ძალიან კაი იყო რა. მე უკან რო დავბრუნდი, დაგვეთვალიერებინა სადაც მუშაობს, მოგვიყვა თავის შესახებ. ძალიან ისეთ სასტუმროში არის, ერთ-ერთ გამორჩეულ და ძალიან მაგარ სასტუმროში. ეხლა უბრალოდ წარმოიდგინეთ, აი აქ ბართან როსი ხარ, ლუდს წრუპავ და უკან გაიხედები და ესეთ ხედი ხდება. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და ძალიან მაგარია. მაჩვენა ბარში რა სასმელებია, რა ფასიანი სასმელებია. ეს ვიღაც სადაც 120,000. აქ სულ რამდენი 1000-ის შამპანიური აწყვე დაახლოებით? სადაც 10 მილიონამდეა ჩემს ტოპში. აი აქ არის 10 მილიონის სასმელები? და ეგ რა ღირს? ეს ღირს 12,900. ეს პატარა 12,900. ეს არის 500,000 დირჰამიანი შამპანიური. ავი ცოტა შოკირებული დავრჩი. მოკლედ საბოლოო ჯამში ძალიან სასიამოვნები დავრჩი და ძალიან კმაყოფილი ვარ რა. ჯერ მარტო სასტუმროს წინ პარკინგზე ისეთი მანქანები იყო, რომ უკვე ხვდები რა საზოგადოება მაგ სასტუმროში და მანდ მანქანის გაჩერება 300 ლარი ღირდა. ანუ პარკინგი ერთი დღე 300 ლარი, მანქანა რო გააჩერა. და ეხლა რა მანქანები იდგნენ, მაგასაც გაჩვენებთ. მოკლედ შესრულებულია გეგმა რაც იყო და უახლოეს დღეებში დაიდება უდაბნოს ტურიც, საფარიში რო ვიყავით და ძალიან კაი ვიდეო იქნება ეგაც და რომ არ გამოგჩეთ ხო იცი რაც უნდა ქნათ, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. აბა, შეხვედრამდე.